მინეაპოლისში საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლისა და ბოლო 1 თვის განმავლობაში ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის მიერ მიმდინარე სპეცოპერაციის ფონზე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფთა წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან არა უკან დახევის, არამედ ეფექტურობის გასაზრდელად აუცილებელი ნაბიჯის დემონსტრირებაა. მივხვდი, რომ ალბათ ჩვენც უნდა შევარბილოთ მიდგომა, თუმცა მაინც უნდა გამოვიჩინოთ სიმკაცრე. საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო კრიმინალებთან. თუმცა მე დავურეკე ხალხს, დავურეკე გუბერნატორს, დავურეკე მერს და ვესაუბრე მას. შესანიშნავი კომუნიკაცია გქონდა. შემდეგ კი ვხედავ, როგორ წუწუნებენ და ღრიალებენ, ისე თითქოს ზარი არ წყობილა. ჩვენ გვსურს სრულად გამჭვირვალენი ვიყოთ ჩვენს ქმედებებში. ამერიკელი ხალხი, რომელიც ეძებს და იმსახურებს პროფესიონალურ და სანდო სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე მე და პრეზიდენტი ვერდით, რომ ნებისმიერი გადაცდომა არ იქნება დაშვებული და მასზე სწრაფად იქნება რეაგირება. ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები, ასევე რესურსები ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას და იმას, რომ მიზნობრივი სამართალდამცავი ოპერაციები ფოკუსირებული იყოს ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე. ისინი ეფექტურად და უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის უფრო გონიერი აღსრულება და არა ნაკლებ ეფექტური. ბოლო დღეების განმავლობაში მინესოტაში ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტების თანამშრომლების რაოდენობა 700-ით შემცირდა, თუმცა მათი რიცხვი მაინც 2000-ს აღემატება, რის გამოც ადგილობრივთა უკმაყოფილება არ ცხლება. განათლების სფეროში მომუშავეთა ნაწილმა ამერიკის შიდა უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც ისინი მოითხოვენ შეწყდეს ანტისაიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელთა საქმიანობა სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან. მათი თქმით, სამართალდამცავთა ქმედებები რადიკალურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობასაც. Over the past month, we've seen many examples. ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითის მომსწრე გავხდით, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს საზოგადოებას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობამ. გამაღიზიანებელი ქიმიური საშუალებების გაფრქვევა უფროს კლასელების მისამართით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მათი დაკითხვა საიმიგრაციო სტატუსთან დაკავშირებით. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გარდა მათი კანის ფერისა და საბავშვო ბაღიდან შინ მიმავალი 5 წლის ბავშვის, როგორც სატყუარას გამოყენება მისი მშობლების დაკავების მიზნით. ეს ქმედებები არა მხოლოდ შოკის მომგვრელი, არამედ უკანონოა ისინი, არა მხოლოდ შეშფოთებას იწვევს, არამედ არღვევს უსაფრთხო გარემოს, რომელსაც ჩვენი მოსწავლეებისთვის პედაგოგები ქმნიან. მინესოტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 7 იანვარს დაიწყო, როდესაც ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტებმა 27 წლის რენი გუდი მოკლეს. თეთრი სახლის მტკიცებით ის ერთ-ერთ მათგანზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა. მორგი მკვლელობა მოხდა 24 იანვარს. მაშინ 27 წლის ალექს პრეტის ლიკვიდაციის მიზეზად დასახელდა მის მიერ ფედერალური ძალების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცეცხლსასროლი იერარქიის ქონა, რომლითაც გამოძიების ვერსიით ალექს პრეტის სამართალდამცველებზე თავდასხმას გეგმავდა. ორივე მოკლული ამერიკის მოქალაქე იყო. მასშტაბურ დემონსტრაციებს მინესოტას შტატში განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა ცრემლდენი გაზის გამოყენებითა და დაკავებებით უპასუხეს.